გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. რასაც ვისაუბრებ, ეს იქნება შეხსენება იმისა, რაცაც მე უკვე რამდენიმე რაღაც გარკვეული პერიოდი ამ თემაზე ვსაუბრობ ხოლმე. დრო და დრო ჩემს გვერდზე ვდებ ვიდეოს. ვიცი რომ ბევრი ალბათ არ მიიღებს, ან გაუგებარი იქნება, მაგრამ არა უშავს. მე არავის არ ვეუბნები რომ აუცილებლად დაიჯერეთ იმაზე, რასაც ვსაუბრობ. არა, დაფიქრდით, გაანალიზეთ, ანუ გთავაზობთ, რომ იფიქროთ ამ საკითხზეც, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ საუბრობს. და რაღაცნაირად აი ესე გულიდან გულში ვაგზავნი, ასე ვთქვათ, და გამგები გაიგებს, რაზეც ვისაუბრებ. რელიგიურ ადამიანებს ეშინიათ ტექნოლოგიების სიახლეების, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიებში და ამაში ხედავენ რაღაც მისტიკური შიში ამოძრავებთ ხშირად. და ეს ჩემს მეხსიერებაში მე როგორც მახსოვს, ეს დაიწყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა შტრიხ-კოდებით დაიწყო პროდუქტის გატარება მაღაზიებში. მაგრამ გახუნდა ეს თემა, აღარავის აინტერესებს და აღარც არავინ იხსენებს ამას, ხო? თავის დროზე ნეგატიური როლი როგორ შეასრულა, იცით, ადამიანებმა გამოხატეს თავისი არაჯანსაღი რელიგიური და სულიერი მდგომარეობა, ხო? შემდეგ ამას მოყვა ID ბარათები, მაშინაც იყო რაღაც გარკვეული აჟიოტაჟი, მაგრამ დღესაც არავის ახსოვს. აი აქედან უნდა დაუფიქრდეთ, ამიტომ ჩვენ რომ აი ამაში არ არის ეს საფრთხე, იმიტომ რომ ეს არის რაღაც იმ პერიოდში მოცემული რაღაცა არაჯანსაღი რელიგიური აზროვნება, რომელიც აგაცდენს ჭეშმარიტებას. და პრაქტიკაში გვაქვს ამის საშუალება, რომ ვთქვათ, რომ აი ხო იყო ამაზე საუბარი, მაგრამ აღარავის ახსოვს ის ID ბარათები, ვაქცინის თემა, 5G ანტენების თემა, ხო, რამდენად ეხა სამედიცინო თვალსაზრისით სასარგებლოა, ეს სხვა თემაა. მე ვლაპარაკობ აი მისტიკურ შიშებს, რომელსაც იწვევდა ვაქცინა, 5G ანტენები, ასევე ხელოვნური ინტელექტი იწვევს შიშებს, ციფრული ფული. ეს არის არასწორი სულიერი განვითარების შედეგად დანახული საფრთხეები, ასე ვთქვათ, სადაც არ არის ეშმაკი, ასე ვთქვათ. თუმცა ეშმაკს იქ ეძებენ, სადაც ის არ არის. ეს არის გარეგნული გამოხატულება და სინამდვილეში ანტიქრისტეს სული ეს არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა. როცა პავლე მოციქული ლაპარაკობს ღვთის ტაძარზე, სადაც წარწმედის ძე ურჯულების კაცი გამეფთება, ხო? თესალონიკეთა მიმართ ეპისტოლეში წერია ეს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს ღვთის ტაძარში შევაო, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ იმ უღმერთო ცხოვრების საზოგადოება თუ ნაწილი კაცობრიობისა, რომელიც უარყოფს ღმერთს და ცხოვრობს რაღაცა ლიბერალური კანონებით და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ისიც ქრისტეს მოწინააღმდეგეა, თავისთავად ცხადია. მაგრამ როცა წერია, რომ ღვთის ტაძარში დაიდგამს ისიც, იქაც გამეფთება, ასე ვთქვათ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანის სულშიც შეაღწევს, რადგან პავლე მოციქული ღვთის ტაძარში გულისხმობს ქრისტიანის სულს და არა ბუკვალურ ტაძარს, რომელსაც აი ესე ყბადაღებული თემა, რომ ვთქვათ, აი იერუსალიმში აშენებენ რაღაც ტაძარს და იქ გაამეფებენ მითოლოგიურ ანტიქრისტეს. ეს არის ტყუილი. ეს არის ეშმაკის ხრიკი შემოგდებული, რათა სადაც ის არის მართლა ეშმაკი, იქ დამალულია, ასე ვთქვათ, და არასწორ იმას მიმართულებას აძლევს ადამიანებს, რომ აი იქ ეძებონ, სადაც ის იქ არ არის. ბუკვალური გაგებით თუ გავიგებთ პავლე მოციქულის ამ სიტყვას, მაშინ აქ ქრისტიანული ტაძარი უნდა იგულისხმებოდეს, იმიტომ რომ ღვთის ტაძარი უკვე არის ქრისტიანული და არა ძველი აღთქმისეული ტაძარი. იმიტომ ძველი აღთქმისეული მსხვერპლშეწირვა და თაყვანისმცემლობის ფორმა გაუქმებულია და ჩვენ ვართ ახალი აღთქმის ეპოქაში, ახალი აღთქმის ეკლესიაში ვართ, ასე ვთქვათ. მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, პავლე მოციქული არ გულისხმობს მათ ბუკვალურ შენობას, ნაგებობას, ასე ვთქვათ, ტაძარს არ გულისხმობს ამაში. მის ეპისტოლეებში ჩვენ ხვდებით, როცა ის ღვთის ტაძარს უწოდებს თავად ქრისტიანებს, რომ თქვენ ახართ ღვთის ტაძარი და სულიწმიდა მკვიდრობს თქვენში. დიახ. ანტიქრისტეს სული, ანუ მოდი ასე რომ ვთქვათ, ხო, ეს არის, როცა ქრისტიანი
ქრისტიანია ადამიანი, მაგრამ იღწვის ამ სოფლის სამეფოსთვის. აი ზუსტად ეს არის 666 ნიშანიც. 666 პირველად ნახსენებია ძველ აღთქმაში სოლომონ მეფესთან დაკავშირებით, რომ მას ყოველწლიურად შეძდიოდა ამდენი 666 ქანქარი ოქრო. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ ბიბლიის კომენტატორები განმარტავენ, რომ ეს არის დიდძალი თანხა, ასე ვთქვათ, დიდძალი ოქრო. მაგრამ ზუსტად 666 არ არის ლაპარაკი, ეს არის სიმბოლური ციფრი, რომელიც აღნიშნავს ამ წუთის სოფლის ძალაუფლებას და სიუხვეს. და ქრისტე გთავაზობს ჯვარცმას ცათა სასუფევლისთვის. და ანტიქრისტე გთავაზობს, რომ აქ გაიმარჯვო, აქ დაემკვიდრო, აქ მოეწყო კარგად. ქრისტე გინდოდეს მიწაზე მხოლოდ. ერთ-ერთ ეპისტოლეში პავლე მოციქულიც ამბობს, რომ საცოდავია ის, ვისაც ქრისტე მიწაზე უნდა, ასე ვთქვათ, ამ წუთის სოფელში უნდა მხოლოდ და იმედი აქვს მხოლოდ აი აქ მიწაზე აქვს იმედი ღმერთის მხოლოდ და სამომავლო მარადიულ სიცოცხლე მისთვის არის როგორც აი რაღაცა სუსტი წარმოდგენა რაღაცა მომავალ ცხოვრებაზე. აი ამაშია განსხვავება, რომ ანტიქრისტე გთავაზობს ამ წუთის სოფელში გამარჯვებას, ქრისტე ამ წუთის სოფელში ჯვარცმას ცათა სასუფევლისთვის. და ანტიქრისტეს სული, რომელიც შედის ქრისტიანში, ზუსტად ეს არის, რომ ის არის ქრისტიანი, უნდა იყოს ასე ვთქვათ, ჯვარცმული ცათა სასუფევლისთვის და სინამდვილეში ის იღწვის ამ წუთის სოფელში გასამარჯვებლად. დიახ, და მხეცის ნიშანი კიდევ ეს საინტერესო, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩენა არის. მხეცის ნიშანი, რომელიც ნახსენებია მე-13 თავში, გამოცხადების მე-13 თავში. ამაზე მინდა მე სამომავლოდ ჩავწერო ერთი ვიდეო მიუძღვნა კონკრეტულად ამ თემას. ეს არ არის მატერიაში გამოხატული რაღაცა ბეჭედი, ჩიპი, რაღაცა ესეთი, რა ვიცი, გარეგნული რაღაცა რა, ასე ვთქვათ, მატერიალური არ არის ეს მხეცის ნიშანი. ეს ამას აქვს პირველ რიგში სულიერი ახსნა. ეს არის ადამიანის მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა. ნაწილობრივ ვისაუბრე ანტიქრისტეს სული რაც არის, მაგრამ აი მხეცის ნიშანი კიდევ უფრო სიღრმისეულად დაგვანახებს ამას და ეს ერთგვარი ჩემი, ასე ვთქვათ, დაკვირვება და აღმოჩენა არის ეს ერთგვარი, აი რაშიც მდგომარეობს მხეცის ნიშნის ქონა ადამიანში და ამაზე მე სამომავლოდ ვისაუბრებ. ღმერთმა მოგცეს გონიერება, უпростоად მადლი, იმიტომ რომ გონიერებით ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ანტიქრისტეს ეპოქაში, რომ იმდენად არის უკვე სიცრუე გავრცელებული, აი ეშმაკი მძვინვარებს, რასაც ქვია. მეტასტაზებით ვრცელდება სიცრუე. ადრე ჩვენი წინაპრები ამბობდნენ ხოლმე, რომ აი ფრთიანი ფრაზა არსებობს, ასე რომ სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს, გახსოვთ ალბათ ეს გაგიგიათ ეს ფრაზა. აღარ აქვს მოკლე ფეხები, დაუგრძელდა სიცრუეს. და ამიტომ ჩვენ გონიერებით ვერ გავარჩევთ სიკეთეს და ბოროტებას დაავს და კარგს. ღმერთმა მოგცეს მადლი, რომელიც დაგვეხმარება ზუსტად აი ჭეშმარიტების შეცნობაში. მშვიდობას გიტოვებთ, მეგობრებო. ამინ.